მაღალმთიან აჭარაში სამთო კურორტ გოდერძიზე სათხილამურო მედია ტურნირი გოდერძის თასი 2025 ჩატარდა. ტურნირი მთის ტრასების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. მსგავსი ტურნირების მიზანია სეზონის გახანგრძლივება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა და კურორტ გოდერძის პოპულარიზაცია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით აჭარაში სამთო კურორტ გოდერძიზე სათხილამურო მედია ტურნირი გოდერძის თასი 2025 ჩატარდა. ტურნირში ერთმანეთს სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები შეეჯიბრნენ. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. გაზაფხულის ტრასა იყო, თოვლი ცოტა მოშვებული იყო, მაგრამ მაინც ვისიამოვნეთ სრიალით, ძალიან კარგი იყო. გამოვედი გავედი პირველ ადგილზე, არ ვიცი, რაღაც ისე ვისრიალე, რომ მე ვფიქრობდი, რომ საპრიზოზე ალბათ ვერ გავივალ მეთქი, მაგრამ გამომივიდა და პირველ ადგილზე გავედი რა. რავი, ძალიან გამიხარდა რა, ემოციური მდგომარეობა, ძალიან მიხარია და გოდერძი ძალიან კაია სასრიალოდ რა. ალბათ ცოტა ადრე, ალბათ თებერვალი, იანვარში, მაგრამ გაზაფხულისზე მაინც სხვანაირია. ბუნებრივია, რომ ძალიან მიხარია, თხილამურზე დგომა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ შეჯიბრებებში მივიღო მონაწილეობა. უკვე მეორეჯერ მოვახერხე სამოყვარულო ტურნირში, გამარჯობა, ძალიან მიხარია. თან შესანიშნავი პრიზიც მხვდა წილად თხილამურით და თასით მივდივარ ჩემს ტელეკომპანიაში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სამთო კურორტზე სხვადასხვა ტიპის აქტივობები მოეწყო, მათ შორის საკვების სივრცეები, ფოტოზონა და ასე შემდეგ. ტურნირის დაჯილდოებასა და ასევე დახურვის ცერემონიაზე სპეციალურად მოწვეულმა დიჯეი მიზრუნა. ღონისძიების მიზანია სამთო სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კურორტ გოდერძის, რომელიც თავისი საოცარი ლანდშაფტით და სილამაზით გამოირჩევა და უდიდესი პოტენციალის მქონე ზამთრის კურორტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სურვილია სეზონის გახანგრძლივება და ასევე შიდა ტურიზმის ხელშეწყობა. გოდერძის სამთო სათხილამურო კურორტმა უმასპინძლა ჩემპიონატს ჟურნალისტებში. საკმაოდ კარგად ჩატარდა, ამით სეზონს ხურავთ დღეს. ჩვენი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა ეს ტურნირი. 30-მდე მედიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. გოდერძის სამთო სათხილამურო კურორტი ძალიან მრავალფეროვანია, იმიტომ რომ არის როგორც ტყიანი ფერდი, ასევე ალპური ზონა, რაც ვიზიტორებისთვის არის ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან ლამაზი. ამ სამოყვარულო ტურნირით ბაკურიანსა და გოდერძიზე წლევანდელი ზამთრის სეზონი შეგიძლია დახურულად გამოვაცხადოთ. უშუალოდ ტურნირს რაც შეეხება, ძალიან მიხარია, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება და უკეთესი შედეგები აქვს მონაწილე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს. და ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც ზოგადად სამთო სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციისთვის, ასევე კურორტ გოდერძის პოპულარიზაციისთვის, რომელიც დამეთანხმებით, რომ ამ ფანტასტიკური ამინდის და მაღალი ტემპერატურის ფონზე მაინც აგერ როგორი თოვლია და იდეალური სასრიალოა და დარწმუნებულია, რომ მომავალ წლებში უფრო და უფრო მეტი ტურისტი ესტუმრება კურორტ გოდერძის. წლევანდელი სამთო სათხილამურო სეზონი დასრულებულია. საქართველოში ზამთრის კურორტებმა უამრავ ვიზიტორს, ტურისტს, ასევე შიდა თუ საერთაშორისო დონის სამთო სათხილამურო ტურნირებს უმასპინძლა. გაზაფხულზე მოსულმა თოვლმა და ნალექმა დამსვენებლებს საშუალება მისცა საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებს მარტშიც წვეოდნენ. ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და სვანეთი სრიალისა და თოვლის მოყვარულებს მომდევნო სეზონამდე ემშვიდობება.